აი ერთი საინტერესო სიტყვა არის იოანე ოქროპირის ეკლესია ცათა სასუფევლის გამოხატულება და მისი შესასვლელიაო. შესასვლელი რას ნიშნავს? კარი, რითაც შევდივართ ჩვენ სასუფეველში. ანუ ეკლესიის გარეშე ადამიანი სასუფეველში ვერ შედის. იმიტომ რომ ეს არის კარები სასუფევლისა და ეს არის ეკლესია, ეს არის მიწიერი სამოთხე. ამიტომ რას ნიშნავს ეს სიტყვები? იმას ნიშნავს, რომ ეკლესიური ცხოვრების გარეშე ცათა სასუფეველში ადამიანი ვერ შედის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვიყო კეთილი, არ ვიყო ბოროტი ადამიანი და ღმერთი შემიწყალებს. ეს არის უმეცრება, არ ცოდნა. ერთია შენ რას ფიქრობ და მეორეა როგორია ღვთაებრივი სწავლება. ღვთაებრივი სწავლება არის ასეთი. რისთვის დაარსა ღმერთმა ეკლესია დედამიწაზე? რისთვის მოევლინა სულიწმინდა მოციქულებზე? სულიწმინდის მოვლინებით დაარსდა ეკლესია. ეკლესია სულიწმინდის მიერ არის და სულიწმინდის მიერ იმართება. ამბობს წმინდა მამა ღირსი იუსტინე პოპოვიჩი, ერთ-ერთი დიდი ღვთისმეტყველი მე-20 საუკუნის. ასე რომ თუ ამას უგულებელყოფს ადამიანი, უგულებელყოფს თავად ეკლესიას, ეკლესიის სწავლებას და წმინდა წერილს, რომელსაც ეფუძნება ეს, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ. ამიტომ ღმერთმა ყველას გააზრებინოს ეს სიტყვები, რომ ეკლესიის გარეშე გადარჩენა არის შეუძლებელი. თუ არ მოინათლები, ვერ გადარჩები და თუ ცოდვები გექნება, ასევე ვერ გადარჩები. ამისათვის დაწესებულია აღსარების საიდუმლო და ძალიან მარტივად შეგიძლია ეს შენ მოიმოქმედო. აღიარო, შეინანო, გაიაზრო ცოდვა და იგი მიგეტევება შენ. და ებრძოლე ცოდვას, ეცადე რომ აღარ ჩაიდინო ცოდვა მეორედ. თუ ჩაიდენ შენი უძლურების გამო, ისევ აღსარება, ისევ სინანული და ესია ვიდრე ბოლო აღმოფშვინვამდე, სანამ სული არ ამოვა სხეულიდან. აი ვინც ესე ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ის ღმერთისაგან ღებულობს მადლს, იზრდება და შემდგომში იმ ძალასაც ღებულობს, რომ ის ცოდვები, რასაც ჩადიოდა, აღარ ჩაიდინოს.